დღეს ვიაჭარის განათლების სამინისტროს მიერ ორგანიზებული კულტურის პროექტების შემუშავებისა და მართვის სემინარები დასრულდა. პროექტი, რომელიც მიზნად სოფლად კულტურული ცხოვრების ხელშეწყობას ისახავდა და მიზნად და თეორიულ და პრაქტიკულ სამუშაოებს მოიცავდა, რომლებსაც სემინარის მონაწილეებისთვის წარმატებული პროგრამების შესაქმნელი უნარები უნდა განევითარებინათ. დღეს ვიაჭარის განათლების მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა პროექტის მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები პირადად გადასცა და რეგიონებში კულტურული ცხოვრების ხელშეწყობის აუცილებლობაზე ისაუბრა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით სემინარის მონაწილეები განათლების სამინისტროში კულტურული ცხოვრების ხელშეწყობ პროგრამებს წარადგენენ. გამარჯვებული პროექტების ავტორები კი შესაბამის დაფინანსებას მიიღებენ. მათ ჩაუტარდათ ტრეინინგი კულტურის მენეჯმენტის საკითხებთან დაკავშირებით. საბოლოოდ ეს პროექტი ითვალისწინებს მათგან ახალი ხედვის წარმოჩენას, რომელიც პროექტის სახით უნდა მოეწოდოს სამინისტროს და ჩემის დაკვირვებით როგორც ერთი მხარე არის კმაყოფილი, ვინც უშუალოდ ეს ტრეინინგი განახორციელა, იმიტომ რომ აუდიტორია იყო ძალიან საინტერესო და ქმედითი, ამავე დროს ტრეინინგის მონაწილეებიც არის კმაყოფილი. ამ ხნის განმავლობაში, მთლიანად 6 დღის განმავლობაში ჩვენ წარმოადგენილი ვქონდა ჩვენი პროექტი და დაიხვეწა და პრაქტიკულად საბოლოო სახე მიიღო. ეს პროექტი გახდათ ჩვენ რაიონში ტექნოლოგიური მინანქრის განვითარებაზე ითვალისწინებს, ანუ ყავს ახალგაზრდა სპეციალისტი ამ განხრით. მთლიანობაში პროექტი მოწონებული იქნა, გადაეგზავნება შემდგომში შევიდათ კულტურის სამინისტროში და დაფინანსების შემთხვევაში განხორციელდება.